დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმნით. როგორც ყოველთვის ჩვენ დღესაც ადამიანზე ვსაუბრობთ. ადამიანზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე დიდი ღირებულებაა ნებისმიერ საზოგადოებაში. ყველაზე მეტად გასაფრთხილებელი ადამიანის სიცოცხლეა და ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ ადამიანის სიცოცხლეზე. ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე, როგორც ერთ-ერთ და არა ერთადერთ ინსტრუმენტზე, იმისათვის რომ შევინარჩუნოთ ადამიანის სიცოცხლე და უზრუნველყოთ მისი ცხოვრების ხარისხი. როდესაც სიცოცხლეზე ვსაუბრობთ, ადამიანისთვის ყველაზე ტრაგიკული აღმოჩნდა იმის გაცნობიერება, რომ სიცოცხლე ზღვრულია. სწორედ იმ მომენტიდან ადამიანმა დაიწყო იმ თემაზე ფიქრი, რომელსაც დღეგრძელობა ჰქვია. დიახ, დღეგრძელობა, რომელიც ადამიანის არსებობის მანძილზე ერთ-ერთ გახმაურებულ ხმამაღლა ნათქვამ ან უხმოდ ჩუმად ნატარებ ამოცანად იქცა და წლების მანძილზე, 100 წლეულების მანძილზე, ლამის 1000 წლეულების მანძილზე ადამიანის ზრუნვა დღეგრძელობისათვის სრულიად ბუნებრივი და გასაგებია აღმოჩნდა ყველა ადამიანისთვის მისი ეთნიკური კუთვნილების, ეპოქის, დროის, ასაკის, სქესის მიუხედავად. ასეთ შემთხვევაში, თუ ჩვენ დღეგრძელობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ინსტრუმენტებზე, როგორ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება, რა არ მოიგონა ადამიანმა, მაგრამ ხშირად ჩვენ ვსაუბრობთ გარემოზე, გენეტიკაზე. დღევანდელი მეცნიერება ამბობს, რომ გენეტიკის როლი აქამდე არასათანადად იყო დაფასებული დღეგრძელობის საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებო არის ის, რაც ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ და ეს გახლავთ ცხოვრების წესის ფაქტორები. ადამიანის ცხოვრების წესი არ არის უბრალოდ გაცვეთილი სიტყვათა შეთანხმება. ეს გახლავთ ცხოვრების წესის ფაქტორების ერთობლიობა, რომელიც გულისხმობს, რა საკურველია ყოველდღიური ჩვენი გადაცემის თემად ქცეული კვების შეხამებას ისეთ ფაქტორებთან, როგორიც არის ზილი, ფიზიკური აქტივობა, სტრესის მართვა და მრავალი სხვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ადამიანის აზროვნებაში იმის გაცნობიერება, რომ უბრალოდ დიდხანს კი არ უნდა სიცოცხლე. არამედ მაღალი ხარისხით უნდა ცხოვრება და ამიტომ დღეგრძელობასთან ერთად გაჩნდა ცხოვრების ხარისხის ცნება. ცხოვრების წესის ფაქტორები ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, მაგრამ ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფა იმისათვის, რომ ადამიანმა დიდხანს სიცოცხლეულს, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი გადაცემების სწორედ ამას ემსახურება. არა უბრალოდ დროზე ვილაპარაკოთ, რომელიც სიცოცხლეა და ასაკია, არამედ ვისაუბროთ იმ შინაარსზე, რომლითაც ახსავსია ეს დრო. და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ისევ დღეგრძელობას ვუბრუნდებით. ვუბრუნდებით დღეგრძელობას არა იმიტომ, რომ ახირებულად უკვდავების საიდუმლოს ვეძებთ, არა. ჩვენ უბრალოდ გვინდა იმ სამარჯვებს მივაგნოთ, თუნდაც ადამიანურ ისტორიებში დაშიფრულს, რომელიც გვეხმარება არ შევიმოკლოთ სიცოცხლე. ეს აღმოჩნდა ყველაზე გონივრული გზა იმისათვის, რომ ადამიანის სიცოცხლე ახსავსე იყოს წლებითაც და შინაარსითაც, ანუ დღეგრძელობაც და ცხოვრების ხარისხიც იყოს უზრუნველყოფილი. სწორედ ამიტომ გაჩნდა ჩვენი პროექტი დღეგრძელობა, დღეგრძელობის საიდუმლო და სწორედ ამ ციკლიდან მორიგი სიუჟეტი მინდა შემოგთავაზოთ, რომელსაც მოამზადა ჩვენმა ჟურნალისტმა შორენა ლაბაძემ. მე გახლავართ ლეზო ადამია 88 წელი მალე შემსრულდება. ვარ ხალწერი, ხალწვარი და მწერალი. მწერლობაში მაქვს 100 წიგნი შექმნილი, 11 ლავრეატობა მაქვს ამ წიგნებიდან. 2 ოქროს მედალი. ყავს 2 გოგო, ყავს მეუღლე, რომელიც გვერდით მიდგას ყოველ მხრივ. ბავშვობა ძალიან რთული ბავშვობა მქონდა, იმიტომ რომ ჩემს დროს ომი იყო. მე ვარ 39 შებადებული და წარმოიდგინეთ 5 წელი ომი ტრიალებდა. მე 2 წელი შიმშილობა იყო. ძველი სცენაში გავიზარდე 8 კლასამდე ოჩამჩერეში დავამთავრე საშუალო ერმიტაჟში რომ ნახე მე რუბენს, რემბრანდი, თანამედროვე მხატვრები ჭკუიდან გადავედი და იმ დღიდან დავთქვი რომ უნდა გავხსნე მხატვარი მეთქი. წავედი მივლინებით სალხინოში, მარტულში. და გავიცანი მეუღლე ნანი.
ყოველ დილით მე ავდგები ვარჯიშობ აუცილებლად. არასდროს არ ფიქრობ ავამტყობაზე. რამე რომ ეცქება მე რა გაივლის ვიზახი და ყოველ მიხედვა უნდა. რაც ექიმმა მირჩია ყველაფერი შევასრულო. ხო და მითხრა ექიმმა სასწრაფოდ მიატოვე თამბაქოს მოწევა. იმ დღეს მე მივატოვე. დღეგრძელობის საიდუმლო, ეს ბედი, ჯანმრთელობის ბედი. ოპტიმიზმი ეს ერთ-ერთი უდიდესი ის არის კოსმიური ძალა. აი ეს უკვე სულიერ გამძლეობასაც გაძლევს, ორგანიზმსაც გიკაჟებს. ვან გოგს აქვს ნათქვამი. როცა არ ახარ ხასიათზე, მაშინ უნდა დაიწყო ხატვა. და რა ხდება? რომ იწყებ ხატვას, ფერი სასწაულია. ფერს რო დაეძება და მოდიხარ ხასიათზე. მერე უკვე იღვიძეს რაღაცეები შენში, გონება, სული და სულ სხვაც გადაიქმნები უკვე. და რომ მორჩები მოშალვას, არა, თქო დავიცალიო. გამოფენა მალე იქნება როგორც მოგახსენეთ რუსთაველის, ეხლა წიგნს ვაკეთებ რუსთაველზე, რომელიც უკვე იბეჭდება ჟურნალებში, გაზეთებში. უმეტი უფალო 1-2-3 წელი რო ეს წიგნი დავამთავრო. ჩვენი მაყურებლისათვის არ არის უცხო, როდესაც ჩვენ კალენდარს ფურცლავთ. თქვენ გახსოვთ ძალიან კარგად, როდესაც ცნობადობისათვის, საზოგადოების ინფორმირებისათვის ჩვენ სხვადასხვა პრობლემაზე წლების განმავლობაში ვსაუბრობთ, უახლეს ინფორმაციას გიზიარებთ და ამავე დროს ვსაუბრობთ იმ შესაძლებლობაზე, რომელიც ამ ცოდნამ შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას, ჩვენ საზოგადოებას უკეთესი ჯანმრთელობისათვის. დღეს 12 მარტია, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს მთელ მსოფლიოში სამედიცინო საზოგადოება კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას თემაზე, რომელსაც თირკმლის ჯანმრთელობა ჰქვია. თირკმლის ჯანმრთელობა ყველასთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი იყო, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში სამედიცინო საზოგადოებამ, ფართო საზოგადოებას უთხრა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელი თარიღი, იმითაც რომ საიუბილეოა და უკვე 20 წელია თირკმლის მსოფლიო დღეს აღნიშნავს სამედიცინო საზოგადოება, ფართო საზოგადოებასთან ერთად და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სათქმელი, რომელიც ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ძალიან ტევადი აღმოჩნდა, როდესაც ჩვენ ადამიანებზე ზრუნვას და პლანეტის დაცვას უკავშირებთ ერთმანეთს. რას ნიშნავს ეს ყველაფერი ნეფროლოგიის, ანუ თირკმლის მედიცინის ჭრილში? მოდით ამაზე მოგვიანებით ჩვენი გადაცემის დღევანდელ სტუმართან ერთად ვისაუბროთ. როგორც დაგკვირდით, დღევანდელ თემასთან დაკავშირებით ჩვენს გადაცემაში სტუმარია. სტუმარი, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ და იცნობთ წლების მანძილზე თქვენთან შეხვედრების გამო და იმ რეკომენდაციების გამო, რომელსაც სისტემატურად, პრაქტიკულად ყოველწლიურად გიზიარებთ თირკმლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და საამაყოც, რომ ტრადიციულად არის დღევანდელი შეხვედრა დაგეგმილი და ჩვენი გადაცემის სტუმარი ტრადიციულად ამ თარიღთან დაკავშირებით გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის მიმართულების პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი ნეფროლოგი ქალბატონი ირმა ჭოხონელიძე. დილამშვიდობისა ირმა. დილამშვიდობის მარი. დიდი მადლობა მოწვევისთვის და ვაგზავნოთ ჩვენ ტრადიციას. მადლობა, რომ მოგვეცით საშუალება ამდენი წლის მანძილზე. არ დაგვერღვია ეს ტრადიცია, როდესაც ლაპარაკია 20 წელი აქვს მსოფლიოს გამოცდილება ამ თარიღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად ეს გზა ჩვენ გამოვიარეთ ერთად და ყოველწლიურად მიუხედავად მოვლენებისა, მიუხედავად სირთულეებისა, თქვენ ყოველთვის ახერხებთ მოდიხართ ჩვენთან გადაცემაში სტუმრად და იმ მომენტისათვის, რაც არის მტკიცებითი მედიცინისათვის უახლესი სათქმელი ფართო საზოგადოებისათვის, იმისთვის რომ შევინარჩუნოთ თირკმლის ჯანმრთელობა, სწორედ ამ ცოდნას უზიარებთ საზოგადოებას. რამდენად მნიშვნელოვანია ამ თარიღებთან ხელახლა დაბრუნება, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველწლიურად თირკმლის ჯანმრთელობაზე საუბარი და რატომ გაფართოვდა ასე თავად სათქმელი. ერთია, როდესაც ვამბობთ ფრაზას თირკმლის ჯანმრთელობა ყველასთვის და ამაში კარგი განზრახვის გარდა სხვა არაფერია, მაგრამ იქვე დავუთავთ, სწორედ ამ ახალი სლოგანის შესაბამისად, რომ ადამიანებზე ზრუნვა, პლანეტის დაცვა დაკავშირებულია
თირკმლის ჯანმრთელობასთან, რომელიც საყოველთაო უნდა იყოს. რატომ გაფართოვდა ასე მასშტაბი და რატომ აღმოჩნდა ეს პრობლემა საყოველთაო? ეს პრობლემა რა თქმა უნდა არის საყოველთაო, რადგან ითვლება, რომ პლანეტაზე მოსახლეობის 10%-ს აქვს თირკმლის ქრონიკული დაავადება, ისე რომ მან შეიძლება არ იცოდეს ამის თაობას. ანუ ფარულ ეპიდემიად რადგან იყო აღიარებული, იმიტომაც 20 წლის წინ გადაწყდა, რომ წელიწადში ერთხელ მაინც ვამცნოთ მოსახლეობას, რომ ეს არის ფარულად მიმდინარე პროცესი და აუცილებელია სკრინინგის გავლა. განსაკუთრებით იმათთან, სადაც არის რისკ ფაქტორი. აღმაშფოთებელია, რა თქმა უნდა, ის ციფრები, რასაც ჩვენ ვხედავთ, ბოლო დეკადის განმავლობაში განსაკუთრებით, სადღაც მიახლოებით 700-800-1000 ადამიანი არის თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე. ეს არის დიალიზი, სიტყვა დიალიზი, ვფიქრობ, ჩვენმა მოსახლეობამ უკვე კარგად იცის. რამე თუ საქართველოში ჩვენ მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, საქართველოში 1000 ადამიანი არის მილიონ მოსახლეზე თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე, რაც რა თქმა უნდა უახლოვდება განვითარებული ქვეყნების ციფრებს. ანუ ეს დამაფიქრებელია. რამე თუ ამ ადამიანებს მუდმივად სჭირდება თირკმლის ჩანაცვლებით თერაპია, დიალიზის ჩატარება, რაც რეალურად არის მასალის და წყლის ძალიან დიდი მოხმარება, რაც საბოლოო ჯამში არის ის, რაც აზიანებს პლანეტას. ანუ საბოლოო ჯამში გარდა იმისა, რომ ადამიანის სიცოცხლის ხარისხი არის გაუარესებული, გარდა იმისა, რომ მისი სიკვდილობის რისკი არის მომატებული თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე, ჩვენ რომ გადავითვალეთ, ანუ პლანეტისთვის ძალიან დიდი ზიანი მოაქვს იმ მასალას, თქვათ იგივე იქ დიალიზატორია თუ ის მილები, რომელშიც სისხლი ტრიალებს, ეგრეთ წოდებული მაგისტრალები, წყლის მოხმარება ერთი სეანსის განმავლობაში არის 150 ლიტრი. ეს არის ისეთი ციფრები, რაც საბოლოო ჯამში არის პლანეტისთვის დამაზიანებელი. აქედან გამომდინარე, დღეს ფართოდ ვსაუბრობ ნეფროლოგთა საზოგადოებაში, ეგრეთ წოდებულ მწვანე პლანეტაზე, მწვანე ნეფროლოგიაზე, ეგრეთ წოდებული, რაც გვაფიქრებს იმაზე, ხვალ როგორ უნდა შეიცვალოს ეს ყველაფერი. საუბარია მომავალში ნანოტექნოლოგიებზე, სახლის დიალიზზე, რომ მაქსიმალურად იყოს შემცირებული პლანეტის ზიანი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ, ეს არის პრევენცია თირკმლის ქრონიკული დაავადების. ამიტომაც კიდევ უფრო ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ პრევენციაზე. კიდევ უფრო ფართოდ უნდა გავრცელდეს მოსახლეობაში ცოდნა და ალბათ ცოდნის დეფიციტი არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც საბოლოო ჯამში მთავრდება თირკმლის უკმარისობით. აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ თირკმლის ქრონიკული დაავადება არ ნიშნავს თირკმლის უკმარისობას. ანუ თირკმლის ქრონიკული დაავადება ნიშნავს, რომ ორგანომ დაიწყო დაზიანება, თავის ფუნქციის კარგვა, მოსახლეობისთვის გასაგებენაზე ვიტყოდი ბერება, რომელიც საბოლოო ჯამში დამთავრდება უნარობით შეასრულოს თავისი ფუნქცია, ამას უკვე ქვია თირკმლის უკმარისობა. ანუ ჩვენ შეგვიძლია როგორც პრევენცია, ანუ თუ ვიცით რისკ ფაქტორები, გავაცნოთ მოსახლეობას, როგორ უნდა იცხოვროს, როგორ უნდა მიხედოს თავს, რომ ეს პროცესი იყოს დროში გახანგრძლივებული და დადგეს ძალიან გვიან. იმ მოლოდინით, რომ როდესღაც თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია სხვა ხასიათს მიიღებს, პლანეტისთვის უფრო მეგობრული იქნება ის, რასაც ჩვენ უზრუნველყოფთ, ადამიანს როგორ შეუცვლით, როგორ ჩაუნაცვლებთ თირკმლებს, ძალიან ბევრი სამეცნიერო კვლევები არის და ექსპერიმენტები, რაც ჯერჯერობით კლინიკურ პრაქტიკაში არ არის დანერგილი, მაგრამ ჩვენ ვართ მოლოდინში შემდეგი დეკადის განმავლობაში და ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალბათ მესიჯი არის, რომ მოსახლეობის განათლება მთელ პლანეტაზე, მიუწვდომელ რეგიონებში და არა მარტო თქვათ იქ, სადაც ინფორმაცია უკეთესად ვრცელდება, იყოს გაგზავნილი მესიჯი ამის თაობაზე, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რომ თავიდან აიცილოს ეს დაავადება. აი სწორედ ამ თემაზე მინდა გკითხოთ. თქვენ საკმაოდ დამაფიქრებელი სტატისტიკა მოიშველიეთ არგუმენტად. ამავე დროს ძალიან კარგად განმარტეთ, რომ თირკმლის უკმარისობა და თირკმლის ქრონიკული დაავადება იდენტური არ არის, რომ უკმარისობამდე მიდის ადამიანი და ეს გარკვეული ეტაპებია, რომლის შენელება ზოგიერთი პროცესის თავიდან არიდება შეგვიძლია. განსაკუთრებით ცოდნა ახსენეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოდით მოკლედ გავახსენოთ ფართო საზოგადოებას ამ თარიღს. მე ვფიქრობ, ყველაზე მეტად მიესადაგება ეს ფაქტები. რა აზარალებს ყველაზე მეტად თირკმელს?
და რატომ არის ასეთი მაღალი ეს მაჩვენებელი? ალბათ მარტივით უნდა დავიწყოთ და ჩვენ თუ შევალთ თირკმლის სოფლიო დღის საიტზე, იქ არის ძალიან მარტივი ვიდეოები ბავშვებისთვისაც, რომელიც გვიხსნის, რომ თირკმელი არის სიზარღვოვანი ორგანო. ის დღეში ფილტრავს 180 ლიტრ სისხლს და ეს სიზარღვოვანი წნულები არის მთავარი, რაც განაპირობებს ჩვენი ორგანიზმის ნორმალურ ბალანსს სისხლის შემადგენლობას. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ის, რაც აზიანებს ჩვენ სიზარღვებს, არის თირკმლის ქრონიკული დაავადების რისკ ფაქტორი. ალბათ ესე უნდა აღვიქვათ. დღეს ჩვენ მოსახლეობაში და არა მარტო ჩვენ მოსახლეობაში, მაინც არის დარჩენილი წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ წელი უნდა გტკიოდეს, უნდა მოშარდვის აქტი იყოს შეცვლილი, უნდა იყოს შარდის ბუშტის ანთება. ეს არ არის რეალურად. ზუსტად აქ არის ალბათ მთავარი შეცდომა და მიდგომა შესასწორებელი, რომ ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ ეს ბერების პროცესი არის ფარული, შენ არაფერი არ გტკივა და სიზარღვი იმდენად ფარულად იცვლება და იკარგება გულისხმობ თირკმლის პატარა გორგლებს, რომ ადამიანი ამას ვერ გრძნობს. და სრულიად უსიმპტომოდ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მისი თირკმლის 50-60% არის დაკარგული და მან ამის შესახებ არც კი იცოდა. შესაბამისად, განსაზღვრული არის ძალიან დიდი დისკუსია მსოფლიოში ეგრეთ წოდებული სკრინინგი. სკრინინგი ნიშნავს გამოვლენას, პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში. ჯანმრთელ ადამიანებში და რამდენად ეს არის თქვათ ფინანსურად ეფექტიანი სახელმწიფოებისთვის. თუ მე ადრე გამოვავლინე, მაშინ უმკურნალებ და აღარ დამჭირდება რთული ტექნოლოგიები, როგორიც არის დიალიზი და შემდგომში თირკმლის ტრანსპლანტაცია, რაც ასევე ფინანსური ტვირთი არის სახელმწიფოებისთვის. აღმოჩნდა, რომ უფრო აზრიანი და უფრო ფინანსურად გამართლებული, ეკონომიკურად გამართლებული და ასევე ტვირთად არ დააწვება არც პირველად ჯანდაცვას, ეს არის რისკ ფაქტორის მქონე ადამიანებში ამის ჩატარება ყოველწლიურად, ეს არის შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, ასევე სიმსუქნე, რომელიც არის ერთ-ერთი მეტაბოლური სინდრომი, ეგრეთ წოდებული, არის ის რისკ ფაქტორები, რომელიც ადრეულ ასაკშივე შეიძლება იყოს გამოვლენილი და შესაბამისად აყვანილი ეგრეთ წოდებული აღრიცხვაზე, სადაც ადრეული გამოვლენა თავიდან აგვაცილებს თირკმლის ქრონიკული დაავადების განვითარებას. ეს უკვე არის რეალურად ციფრებში დადებული და დამტკიცებული, რომ შესაძლოა თავიდან ავიცილოთ დიაბეტური ნეფროპათია, თუ ეს ადრე იქნება სწორად მართული და თავიდანვე იქნება ინფორმაცია მიწოდებული პაციენტზე. თუ რას ნიშნავს დიაბეტი, ეს არ არის მხოლოდ შაქრის დონის განსაზღვრა სისხლში, არამედ ეს რეალურად არის სისტემური სიზარღვების დაზიანება წლების განმავლობაში, რომელიც ფარულად მიმდინარეობს. რა არის ჰიპერტონია, რა არის ნიკოტინის მოხმარება. ჩვენ არაერთხელ ვუხსნით ხოლმე პაციენტს, რომ ნიკოტინის მომხმარებელი ადამიანის თირკმლის ბიოპტატში, აი ეს პატარა სიზარღვები, რომელიც ვახსენე გორგლები, არის ისე შეცვლილი, რომ ვერც წარმოიდგენს ადამიანი, თუ შეიძლება ამ თირკმალმა ნორმალურად იფუნქციონიროს. ის კარგავს ელასტიურობას, ის თანდათანობით ხდება რეზისტენტული ეს სიზარღვი, ვიწროვდება სანათური და ის არის უუნარო შეასრულოს თავის ფუნქცია. მაგრამ ეს ყველაფერი სამწუხაროდ ადამიანს არ აწუხებს ტკივილის სახით, ამიტომ მას ვერ წარმოუდგენია, თუ მისი თირკმელი ისე კარგავს ფუნქციას, რომ ის ამას ვერ იგრძნობს. აქედან გამომდინარე, რისკ ფაქტორები ალბათ არის ხაზგასასმელი, რაც პირველადი ჯანდაცვის რგოლის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ბოლო თირკმლის ქრონიკული დაავადების გაიდლაინები ასევე უშვებს და გამოუშვა ის 10 აუცილებელი ცნება, რომელიც უნდა ახსოვდეს ნებისმიერ ექიმს პირველადი ჯანდაცვის რგოლში, რა ურჩიოს პაციენტს და ასევე როგორ გამოავლინოს თირკმლის ქრონიკული დაიცვა, როგორ დაიცვას თირკმლის ქრონიკული დაავადებისგან, რა უნდა უთხრას. განსაკუთრებული აქცენტები არის არა მხოლოდ ცხოვრების სტილზე, არამედ რა თქმა უნდა მედიკამენტების არასწორ მოხმარებაზე. ანუ ეს არ არის მხოლოდ ერთი რჩევა. ვიწყებთ კვებით,
ვაგრძელებთ ყოველდღიური აქტივობით, ვაგრძელებთ ასევე მედიკამენტების შერჩევითობით და ეს ყველაფერი კომპლექსში გვაძლევს შედეგს. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც დროულად რომ მოვიდნენ და მოგმართეს და მიიღეს ეს ცოდნა და ცდილობენ დაიცვან ეს ყველაფერი. შეიძლება ერთი დეკადაც კი, ანუ 10 წლის განმავლობაში ერთ დონეზე იყოს თირკმლის ქრონიკული დაავადების სტადია, რაც ძალიან დიდი მიღწევა არის. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ ბოლო წლებში ნამდვილად ძალიან დიდი შედეგია. ალბათ ამ გადაცემის პოპულარიზაცია, ამ გადაცემის დამსახურებაც არის ამ პოპულარიზაცია უფრო მეტად არის. ნამდვილად მოდიან პაციენტები, რომლებიც ამბობენ, რომ აი გადაცემაში მოვისმინე, მეტი ინფორმაცია მივიღე. ძალიან დიდი შედეგია ასევე პირველადი ჯანთაცვის რგოლის წამოწევა, რომლებიც დროულად ამისამართებენ პაციენტებს სპეციალისტებთან და განათლების მიწოდება ნამდვილად აისახა ჩვენი მოსახლეობის თირკმლის ქრონიკული დაავადების დონეზეც კი. თქვენ ახსენეთ ინფორმირება რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის და ჩვენ კადრს მიღმა შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროფესიული საქმიანობის დროს მე არაერთხელ მქონია შემთხვევა და თქვენთვისაც გამიზიარებია ეს ინფორმაცია, როდესაც სულ სხვა პრობლემასთან დაკავშირებით ადამიანთან ურთიერთობაში აღმოაჩენ, რომ მას აქვს ასეთი რისკი და სწორი დროული გადამისამართება შეიძლება იყოს ამ ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. აი დროის თვალსაზრისით თქვენ წეხან დეკადა ახსენეთ, მთელი 10 წელი გადავადებისთვის პროცესისა, ეს ძალიან სერიოზული მონაპოვარია ადამიანის სიცოცხლისთვის, მაგრამ სკრინინგი რომ ახსენეთ, ბანალური შეიძლება იყოს ადამიანებისათვის რეკომენდაციები, ან თუნდაც ის ლაბორატორიული ტესტები, რომელსაც ყოველწლიურად ვახსენებთ, არა და ამის საჭიროება არის. თუ ვლაპარაკობთ ცნობადობის დღეზე, მაშინ ეს არის კიდევ ერთი საბაბი იმისთვის, რომ საზოგადოებას უთხრათ, რომ სინამდვილეში ძალიან რთული პრობლემების ადრეული გამოვლინება ძალიან მარტივი ტესტებით შეიძლება მოვახერხოთ. რომელ ტესტებზე ვსაუბრობთ ილმა და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ესეც იცოდეს ფართო საზოგადოება? ეს საკმაოდ მარტივი ტესტები არის. ანუ პირველი ეს არის უპასუხოდ შეკითხვას, როგორ ფილტრავს ჩემი თირკმელი და ეს არის ბიოქიმიური ანალიზი სისხლში კრეატინინი. მეორე არის დაზიანებულია თუ არა ჩემი თირკმლის ქსოვილი. განსხვავებულია კრეატინისგან, ეს არის შარდში ალბუმინის განსაზღვრა. ანუ შარდი გვაძლევს პირველ წარმოდგენას, რამდენად არის ეს პატარა გორგლები დაზიანებული. ანუ შეიძლება ან ერთი გავაკეთოთ, ან მეორე, ყოველთვის უნდა ჩატარდეს ორივე და არ არის ეს ფინანსურად რაღაც ტვირთი, არის ძალიან მარტივი ანალიზი. რიგ შემთხვევაში ამბობენ, რომ ალბუმინს არ ვაკეთებთ, განსაკუთრებით რეგიონებში, თუმცა უკვე ძალიან მარტივი გახდა ამის ყველაფრის გავრცელება არის ისეთი ტესტერები, რომელიც შეიძლება პაციენტის ადგილზე, ანუ საწოლთან მოიხმარო მაგალითად მაღალმთიან რეგიონში. ანუ ხელმისაწვდომობის გასაზრდელად არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა. მთავარია ცოდნა ისევ და ისევ. აქედან გამომდინარე, თუ იგივე სოფლის ექიმი ისევ და ისევ ჩვენ რეგიონებში გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემა, არის ინფორმირებული ნამდვილად მოსახლეობიდან გამომდინარე, რომელიც შემდგომ უკვე ჩვენთან მოდის, ჩვენ ვიცით, რომ ხდება ხოლმე დროული გამოგზავნა და კმაყოფილი ვართ იმ მიდგომით, რაც არის. მაგრამ მაინც გვაქვს გარკვეული, რა თქმა უნდა, ჩავარდნები ცოდნაში და ჩანს, რომ არის არასწორი ინფორმაცია მიწოდებული. თუმცა მოსახლეობისთვის ამის გავრცელება და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორც ყველა მიცის, რომ ანემია განისაზღვრება ჰემოგლობინის დონით და ეს არის მარტივი ანალიზი სისხლის საერთო, ხო, ეს არის ჩვენი საყოველთაო განათლების ნაწილი, ასევე უნდა იყოს ესეც განათლების ნაწილი, რომ სისხლში კრეატინი და შარდის ანალიზის გაკეთება არის უმარტივესი, მაგრამ დროულად გამოავლენს პრობლემას და არა ეხოსკოპია, იმიტომ რომ ეხოსკოპიურად ჩვენ შეიძლება ვნახოთ ნორმალური თირკმელი. და ძალიან ხშირად აქვე მინდა გავუსვა ხაზი, ადამიანი ამბობს, რომ მე ნორმალური ზომის თირკმელი მაქვს. ეხოსკოპიურად, ეხოსკოპიაზე რადიოლოგმა ვერ გამოავლინა დაზიანება. და ჩვენ ვეუბნებით, რომ
ძალიან შორსწასული თირკმლის დაზიანება. ეს არის გასათვალისწინებელი, ამიტომაც არ არის სკრინინგში ჩართული ეხოსკოპია, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანია სიცხლის ანალიზი, რადგან ის აჩვენებს, როგორ მუშაობს თირკმელი და ასევე შარდის ანალიზი. იქ ცილა იგივე ალბუმინი, ეს უკვე არის მიკროცილა, ესე რომ ვთქვათ, უხეშად არ უნდა იყოს ნორმალურ მდგომარეობაში. ვიდრე დავასრულებთ საუბარს, მინდა ერთი კითხვაც დაგისვათ, თუმცა მე ვთხოვ მაყურებელს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს იმ ფრაზებს, რაც ახლა თქვენ გამოიყენეთ, წინასწარი მარტივი ხრიკების გამოსაყენებლად ხაზგასასმელად რამდენად ხელმისაწვდომია მარტივი ტესტები იმისთვის რომ თირკმლის მდგომარეობა შევაფასოთ. თქვენ ხაზი გაუსვით იმას რომ არ არის საკმარისი დავინახოთ თირკმელი როგორ გამოიყურება. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ მუშაობს, ანუ როგორ ასრულებს თავის ფუნქციას თირკმელი. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყოველთვის გავიხსენოთ ის საიდანაც ჩვენ დავიწყეთ. მე ძალიან კარგად მახსოვს და მაყურებელს უნდა ვუთხრა თქვენი რეპლიკა, რომელიც ალბათ 2008-9 წლის პერიოდში ვინც უყურებდა ჩვენს გადაცემას ახსოვს, დავლიოთ თირკმლის სადღეგრძელო ერთი ჭიქა წყლით, იმიტომ რომ მაშინ ძალიან ინტენსიურად ადამიანები სხვადასხვა სასმელს გვთავაზობდნენ ხოლმე, რატომ ამაზე არ ვსაუბრობთ, რატომ ამ თემაზე არ არის გამახვილებული ყურადღება და არის თუ არა მაგალითად ალკოჰოლი ტვირთი თირკმლისთვის, მაგრამ თქვენ ყოველთვის ხას უსვამდით წყლის მოხმარების არასწორ კულტურას, რომელიც ხშირად დამაზარალებელია თირკმლისათვის და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიმართ ცოტა არ იყოს გათამამებულ დამოკიდებულება ძალიან დაუდევარ გამოყენებას, თვითმკურნალობას ამ პრეპარატებით, ისე რომ რისკები არ იყო გათვალისწინებული. მოდით ამ ორ საკითხსაც შევეხოთ და ასე დავემშვიდობოთ მაყურებელს. წყლის მოხმარება ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თირკმლით გამოდის ძალიან ბევრი მეტაბოლიტი. განსაკუთრებით ცილოვანი პროდუქტების მეტაბოლიტის გამოსატანად არის ძალიან დიდი ენერგია ეხარჯება თირკმელს და წყლის მიღება აადვილებს ამ თვისებას თირკმლის, ანუ ამის უნარს და რაც უფრო განზავებულია ეს პროდუქტები, მით უფრო ნაკლებად ზიანდება მილაკები, ძალიან უხეშად რომ ავხსნათ. აქედან გავამდინარე თვითონ ორგანიზმი, როდესაც არის წყლის დეფიციტში, თირკმელს უხდება წყლის შეკავება. ანუ თირკმელი მუდმივად დგას სადარაჯოზე, რომ ორგანიზმში არც ჭარბი სითხე იყოს და არც პირიქით იყოს გამომშრალი. ამიტომაც ნორმალური ჰიდრატაცია, ანუ წყლის ნორმალური რაოდენობით მიღება ნაკლები ტვირთია თირკმლისთვის. ანუ ჩვენ ამით ვეხმარებით მას, რომ ნაკლებად დაიტვირთოს და შესაბამისად მისი ეს დაბერების პროცესი ნელა წარიმართოს. ანუ წყლის მიღება ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია, უშუალოდ წყლის. მეორე და მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც ჩვენ ხაზი გაუსვით, ეს იყო ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. ძალიან ხშირად მიღებაზე ჩვენ ვეკითხებით ადამიანებს, აი რა მედიკამენტებს იღებთ. რიგ შემთხვევაში ისინი არასახელებენ იბუპროფენი, თქვათ ანთების საწინააღმდეგო. ჩვენ მერე სახელებით გვიწევს თქმა ნიმესულიდი და ასე შემდეგ, დიკლოფენაკი, იმიტომ რომ არასახელებენ თვლიან, რომ რადგან ურეცეპტოდ გაიცემა, რადგან ხელმისაწვდომობა არის, თან სახსრებზე სახსრები რა კავშირშია ის თირკმელში, განსაკუთრებით რა თქმა უნდა მოსახლეობა, რომელსაც უკვე ასაკთან ერთად ემატება ოსტეოართრიტის რისკი, არც ასახელებს, რომ ამ მედიკამენტებს მოიხმარონ. ზოგი ამბობს, აი თავის კივილის გამო დღეში ერთხელ ვიღებ ნიმესილს, ესეთი ციტატაც, რომ მოიყვანოთ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ გვესმოდეს მუდმივად და უწყვეტად ამ მედიკამენტების მოხმარება იწვევს თირკმლის ძალიან სერიოზულ დაზიანებას, რომლის აღდგენა შემდეგ არის შეუძლებელი. რა თქმა უნდა, არ არის აქ ლაპარაკი თვეში რამდენიმე დღეზე, ან სიცხის დროს, ან რეალურად რაღაც მწვავე პროცესის დროს აქ საუბარი არის ინფორმაციის მიწოდებაზე, რომ შეიძლება შენ გჭირდება და იღებ, მაგრამ მუდმივად აკონტროლებდე თირკმლის ფუნქციას და ფიქრობდე იმაზე, რომ ეს არის რისკი და უბრალოდ გქონდეს ინფორმაცია. ეს არ ნიშნავს აკრძალვა ამ მედიკამენტების. მაგრამ ის ადამიანი, ვისაც აქვს მაღალი რისკი და უკვე აქვს თირკმლის ქრონიკული დაავადება, ის განსაკუთრებულად უნდა მოერიდოს ამ მედიკამენტების
სისხლის მიღებას. არტერიული ჰიპერტენზიის მართვის საშუალებები შეიძლება აღმოჩნდეს რისკ ფაქტორი თირკმლის ჯანმრთელობასთან მიმართებაში. ერთი მხრივ არტერიული ჰიპერტენზია არის ზუსტად ის დამაზარალებელი ფაქტორი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ თირკმლის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის და მეორე მხრივ მედიკამენტები. შეიძლება იყოს ურავის შემთხვევაში მედიკამენტები არ აზიანებს თირკმელს, აზიანებს არტერიული ჰიპერტენზია, ამიტომაც კომბინაცია სწორად უნდა იყოს შერჩეული, აზიანებს მერყეობა წნევის. ძალიან მაღალი და ძალიან დაბალი თუ ეს მერყეობა არის ყოველდღიური. ამიტომაც რეკომენდაცია არის სტაბილობის მიღწევა, იყოს წნევის მერყეობა გარკვეულ დიაპაზონში, იმიტომ რომ თუ ადამიანს აქვს თქვათ 200 და ეცემა 80-ზე, ეს არის მთავარი პრობლემა, რაც ხშირად თირკმელში სისხლის მიმოქცევის ძალიან სწრაფ გაუარესებას იწვევს. მაგრამ თვითონ მედიკამენტების კომბინაცია უმრავლეს შემთხვევაში არ არის დამაზიანებელი. დამაზიანებელი არის მაღალი წნევის მუდმივი და პერსისტული არსებობა თირკმლისთვის. ძალიან დიდი მადლობა ირმა დღევანდელი სტუმრობისთვის, მადლობა მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და იმისთვის, რომ ამ თარიღთან დაკავშირებით თქვენ ყოველთვის ახერხებთ საზოგადოებას გაუზიაროთ ის, რაც აქვს სათქმელი პროფესიულ საზოგადოებას, იმისთვის, რომ უკეთესი იყოს თირკმლის ჯანმრთელობა. მაყურებელს შევახსენებთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის მიმართულების პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი, ნეფროლოგი ქალბატონი ირმა ჭოხონელიძე. მე არ გემშვიდობებით, წინკვებით შოქნიშანი გველოდება. რატომ გვჭირდება კვებითი შუქნიშანი? და ზოგადად კვებაში რატომ გვჭირდება შუქნიშანი? კვებაში ჩვენ გვჭირდება გარკვეული წარმოდგენები, რომელიც ქმნის მწყობრ სისტემას, როგორც ჩონჩხს ჩვენი აზროვნებისა. შუქნიშანი გვაძლევს საშუალებას, როგორც სურათ ხატი, ფერებთან ასოციაციით ჩვენი ცოდნა სხვადასხვა უჯრაში გადავანაწილოთ. მაგრამ არ გზღუდავს ყველა პრობლემასთან მიმართებაში, ის შეიძლება განსხვავებული იყოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თეფშს ვხედავთ ეკრანზე. ჩვენ გულისხმობთ ერთი დღის, ანუ დღიური რაციონის სქემას, როდესაც წარმოვიდგენთ თუ როგორ უნდა გადავანაწილოთ საკვები პროდუქტები და როგორ უნდა შევუხამოთ ერთმანეთს საკვები ჯგუფები. ჩვენ შევთანხმდით, რომ 5 ძირითადი საკვები ჯგუფი არსებობს და ასეთ შემთხვევაში მათი თანაფარდობა ყოველდღიურ რაციონში შეიძლება იყოს სწორედ ის წონასწორობა, ის ბალანსი, რომელიც არაუბრალოდ დაბალანსებული კვების საფუძველია, არამედ ჩვენი ორგანიზმის წონასწორობის საფუძველია შესაბამისად ჯანმრთელობის და შესაბამისად ჩვენი ყოველდღიური არსებობის. თუ გავიხსენებთ, რომ ამ 5 ძირითად ჯგუფს ქმნის ბოსტნეული, ხილი, რა თქმა უნდა, ცილოვანი კომპონენტი, მარცვლეულ-ბურღულეული და რძის ნაწარმი, მაშინ ეს გადანაწილება კიდევ უფრო ადვილად გასაგები ხდება, როდესაც დღიური რაციონის სულ ცოტა ნახევარი ბოსტნეული და ხილის თანაფარდობა უნდა იყოს ბოსტნეულის უპირატესობით, ხოლო მეორე ნახევარი ცილისა და მარცვლეულ-ბურღულეულის შეხამება თანაც ისე, რომ რძის ნაწარმი ძალიან ხშირად ცალკე წარმოვიდგინოთ, ან ზოგიერთ შემთხვევაში ცილოვან კომპონენტში გავაერთიანოთ. მოკლედ, ეს არის მთავარი პრინციპები, რომელიც არ ნიშნავს ჩარჩოს, რომლის დაძლევა არ შეგვიძლია. არ ნიშნავს შეზღუდვას, რომლის გადალახვაც არ შეგვიძლია. დიახ, ყველა პრობლემასთან მიმართებაში ჩვენ სწორედ ზოგად პრინციპებს ვეყრდნობით და ამავე დროს ვითვალისწინებთ თავისებურებებს. რა თავისებურება უნდა გავითვალისწინოთ მაგალითად მაშინ, როდესაც საუბრობთ თირკმლის ჯანმრთელობაზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ თირკმელი ყოველდღიურად უზარმაზარ სამუშაოს ასრულებს. მისი ამოცანა არის სისხლის გაფილტრვა. გაწურვა. რატომ? იმიტომ რომ შარდი სხვა არაფერია თუ არა გაწურული სისხლი. მაგრამ თუ ამ სამუშაოსთვის თირკმლის რესურსს შევაფასებთ, კვებას შეუძლია უზარმაზარი წვლილი შეიტანოს ამ რესურსის დაზარალებაშიც, ამ რესურსის ამოწურვაშიც და პირიქით ამ რესურსის ძალიან ეფექტიანად გამოყენებაში, რაც შეიძლება დიდხანს რომ გამოვიზოგოთ ჩვენი შესაძლებლობები. ამისთვის რამდენიმე ფაქტორია გაერთიანებული განსაკუთრებით ცხოვრების წესის შესაბამისად. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ მავნე ჩვევების შესახებ გუსის ზარდ და დაავადებებთან მიმართებაში და წარმოიდგინეთ, რომ იგივე უნდა ვთქვათ თირკმლის ჯანმრთელობასთან მიმართებაში. რატომ? იმიტომ რომ თირკმელი სისხლძარღვოვანი ორგანოა. ყველაფერი, რაც სისხლძარღვებს აზარალებს,
აზარალებს თირკმელს და ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ მაგალითად მავნეჩვევების ქონა არ ქონაზე, მაგალითად ალკოჰოლის არარაციონალურ მოხმარებაზე, ჩვენ ავტომატურად ვლაპარაკობთ სამიზნეზე, რომელსაც წარმოადგენს თირკმელი. ცხოვრების წესის ფაქტორებიდან ისეთი როგორიც არის ფიზიკური აქტივობის ქონა ან არ ქონა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, როგორც ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, ანუ ჰიპოდინამია, რომელიც ჭარბიწონის და სიმსუქნის რისკს ზრდის და მეორე მხრივ, როგორც მდგომარეობა, რომელიც ორგანიზმის სასიცოცხლო რესურსების მობილიზაციაში მონაწილეობს. დიახ, ფიზიკურ აქტივობას არა მარტო ჭარბიწონისგან დაცვა შეუძლია, არა მარტო კარგ გუნებგანწყობას გვძენს, კარგ ფორმებს და პროპორციებს ძენს ჩვენს ხელს, არამედ ეს არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელიც განსაკუთრებით უზრუნველყოფს ყველა სისტემის, ყველა ორგანოს ჰარმონიულ მუშაობას და თირკმლის მდგომარეობა ამ მხრივ გამონაკლისი არ გახლავთ. რას ნიშნავს ფიზიკური აქტივობისა და წონის მიმართება? აღმოჩნდა, რომ ჭარბიწონა, სიმსუქნე არის უკიდურესად დამაზარალებელი თირკმლის ჯანმრთელობისათვის. წარმოიდგინეთ, თუ თირკმელმა უნდა გაფილტროს სისხლი, გაატაროს გარკვეული რაოდენობით სითხე, შეასრულოს კონკრეტული სამუშაო ვიტამინების გარდაქმნასთან, მინერალების შეწოვასთან და ასე შემდეგ დაკავშირებით, რამხელა იქნება ნახტომი, თუ ჩვენ წონაშიც გვექნება ამგვარი ნახტომი და თუ ჩვენ ვლაპარაკობთ წონის რისკზე, ეს თავისთავად არის შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2-ის განვითარების რისკი, რაც ამავე დროს აქცევს თირკმელს როგორც სამიზნედ. მოკლედ, ბევრი ფაქტორი შეიძლება ახლა გავიხსენოთ ჩვენი ცხოვრების წესიდან, რომელიც უზრუნველყოფს რისკებს ავტომატურად თირკმლის ჯანმრთელობისათვის. ფიზიკური აქტივობა, წონა და წონის კონტროლი არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც არის ჩვენს ხელთ. მავნეჩვევების ქონა არ ქონა ამ კატეგორიაში გადის და ძალიან ადვილად შეგვიძლია, ცხადია, ყვითელ ზონაში გადავანაცვლოთ ალკოჰოლი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლავთ თემა, რომელიც წყლის მოხმარებას ეხება. რა თქმა უნდა, წყალი ყოველთვის მწვანე ზონაში უნდა წარმოვიდგინოთ, ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი სითხეა, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელი თირკმლის ჯანმრთელობისათვის დღეს ხაზი უნდა გავუსვათ. თუმცა აქ იბადება კითხვა, მინერალური წყალი არის ასეთივე დატვირთვის მქონე? და აქ მე ვისარგებლებ შემთხვევით და გაგახსენებთ, მინერალური წყალი ნიშნავს იმას, რომ დიახ, ის წყალია, მაგრამ გაჯერებულია ხშირად მინერალებით. აი აქ გასათვალისწინებელია რამდენიმე მთავარი ფაქტორი, რომ წყლის ალტერნატივა არ გახლავთ მინერალური წყალი. დიახ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. არც ერთი მინერალური წყალი არ გახლავთ მტკნარი სასმელი წყლის ალტერნატივა. ანუ მას არ შეუძლია მტკნარი წყლის ჩანაცვლება. და ამავე დროს ყველა ცალკეულ შემთხვევაში ჩვენ და გავითვალისწინოთ მისი მინერალური შემადგენლობა და რატომ. თირკმლის ჯანმრთელობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახლავთ, როგორია ჩვენს ორგანიზმში მაგალითად კალიუმის და ნატრიუმის თანაფარდობა. მლაშე პროდუქტების მირთმევა და მარილით დატვირთული პროდუქტების მირთმევა არის ერთ-ერთი რისკი თირკმლის ჯანმრთელობისათვის. არა მხოლოდ იმიტომ, რომ არტერიული ჰიპერტენზიის რისკი იზრდება, არამედ იმიტომ, რომ ირღვევა ორ ძალიან მნიშვნელოვან მინერალს შორის თანაფარდობა, ნატრიუმსა და კალიუმს შორის. მაშინ სად არის ამ მიმართებით ოქროს შუალედი? აქ ვისარგებლებ შემთხვევით და გაგახსენებთ, რომ დღიური მოხმარება სუფრის მარილისა არაუმეტეს 5-6 გრამისა განსაზღვრულია ისე, რომ ნატრიუმის მოხმარება 2300 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს. აი, თირკმლის პრობლემების შემთხვევაში, ეს პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებს ეხება. თირკმლის პრობლემების შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტად შეზღუდვა. ამ მაჩვენებლის ზოგიერთ შემთხვევაში 1500 მილიგრამამდეც კი იმისათვის, რომ დავიცვათ თირკმელი. და კიდევ ერთი ფაქტორი, მე წეღან შაქრიანი დიაბეტი ვახსენე და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რატომ შეიძლება ასეთ დროს სისხლძარღვი აღმოჩნდეს სამიზნე ავტომატურად თირკმელი. შაქრის დონის კონტროლი უმნიშვნელოვანესია თირკმლის ჯანმრთელობის დასაცავად, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ
ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლების სიუხვე, შაქრით დატვირთული პროდუქტების სისტემატური მოხმარება ზრდის, ანთების განვითარების რისკს. არა უბრალოდ შაქრის დონის, ანუ გლუკოზის დონის მატება სისხლში, არამედ ზოგადად ანთების რისკის ზრდას, უამრავი არასასიამოვნო პროცესის, მათ შორის უჯრედის დაბერების და თირკმლის დაბერების ხელშეწყობას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყვითელ ზონასთან როცა ვდგავარ, გავიხსენო, რა არის მაღალი რისკი თანამედროვე მტკიცებითი მედიცინის შესაბამისად თირკმლის ჯანმრთელობისათვის უკვე ჩამოთვლილ ფაქტორებთან ერთად. ეს გახლავთ პროცესირებული პროდუქტები. ანუ მრავალგზის უკიდურესად დამუშავებული პროდუქტების სისტემატური გამოყენება. ერთხელ მიღებული ასეთი პროდუქტი, თუნდაც ძეხვიან სოსისი, თირკმლის უკმარისობას არ გამოიწვევს. მაგრამ თუ თქვენ ასეთი ტიპის პროდუქტებს სისტემატურად მოიხმართ შემწარს, მოხრაკულს, დაბრაწულს, შებოლილს, უხვად დამუშავებულს სხვადასხვა სახის ტრანსხიმებით და ასე შემდეგ, ეს რასაკვირველია უკიდურესად ზრდის თირკმლის ჯანმრთელობის რისკს და ზონა, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით. ის პალიტრა, რომელიც ფერებითა და პროდუქტებით არის წარმოდგენილი, განსაკუთრებით საყურადღებო იქნება რამდენიმე წუთში, როდესაც მე წითელ ზონაში გადავინაცვლებ და მე გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება აქ დასახელებულ, აქ წარმოდგენილ პროდუქტებს, როგორ შეიძლება მიუჩინოთ სწორად ადგილი, მაშინ, როცა ჩვენი ამოცანა არის თირკმლის ჯანმრთელობა. და რა არის ჩვენი ამოცანა? ჩვენი ამოცანა არის ერთი მხრივ ორგანიზმმა მიიღოს ყველა აუცილებელი საკვები. ანუ ყველა ჯგუფის პროდუქტები, ეს იმას ნიშნავს, რომ სულ ცოტა ხუთი ჯგუფის, სულ ცოტა ხუთი ფერის პროდუქტები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ იყოს ცისარტყელა თევზზე. ეს არის შეგონება, რომელსაც ხშირად ვიმეორებ. მაგრამ თირკმელთან მიმართებაში დაადგინეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო კვების მოდელი, რომელიც ძალიან კონკრეტულ სახელს ატარებს, ეს არის დიეტური მიდგომა არტერიული ჰიპერტენზიის შესაჩერებლად, ეგრეთ წოდებული DASH დიეტა. ჩვენ ამ კვების მოდელზე ძალიან ხშირად საუბრობთ. თქვენ გახსოვთ, საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა მას ჩემს წიგნშიც და ამიტომ წლების მანძილზე ამ თემას ვუბრუნდებით ხოლმე, თუმცა არტერიული ჰიპერტენზიის შესაჩერებლად კი არ არის მხოლოდ ეს კვება მიმართული, რომელიც რა თქმა უნდა თირკმელსაც იცავს, არამედ ზოგადად სისხლძარღვების დასაცავად და რა კი თირკმელი სისხლძარღვოვანი ორგანოა, მაშინ გამოდის, რომ დიეტური მიდგომა არტერიული ჰიპერტენზიის შესაჩერებლად ძალიან კარგი და ოპტიმალური არჩევანია ჩვენი თირკმლისთვის. ეს მაშინ, როდესაც ჩვენ უნდა დავიცვათ თირკმლის ჯანმრთელობა და ეს როდესაც პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებზე ვსაუბრობთ. მაგრამ რატომ გვჭირდება ცალკეული პროდუქტები უფრო დეტალურად განვიხილოთ, მაშინ, როდესაც არსებობს რისკები, მაგალითად ცილა. ცილასთან დაკავშირებით ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე, რომ ეს არის მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომელთა მთავარი ამოცანაა ორგანიზმისთვის აუცილებელი ამინომჟავებით მომარაგება. თირკმლის პრობლემების შემთხვევაში, მაშინ, როდესაც თირკმლის უკმარისობა, მით უფრო მაშინ, როდესაც უკვე ლაპარაკია თირკმლის ჩანაცვლების თერაპიაზე, როდესაც დიალიზზე იმყოფება ადამიანი, როდესაც თირკმლის ქრონიკული დაავადება თირკმლის უკმარისობამდე მიდის. აი ასეთ შემთხვევაში ჩვენ ამ გზაზე უნდა გავითვალისწინოთ ცილის მოხმარება. და როგორც წესი, ეს არის ძალიან შეზღუდული. მე ახლა რაოდენობებზე შეგნებულად არ გელაპარაკებით, იმიტომ რომ თუ თქვენ ჩვენი ერთგული მაყურებელი ხართ, არაერთხელ მოგისმენიათ და დღეს პრინციპული მნიშვნელობა აქვს მთავარ სათქმას. აქ ცილის რაოდენობაში კი არ არის ყოველთვის გადამწყვეტი, არამედ ცილის შემადგენლობა. რას ნიშნავს ეს? მთავარია მიღებული ცილა უზრუნველყოფდეს ყველა ამინომჟავით ორგანიზმის მომარაგებას. და თუ ცილა სრულფასოვანი არ არის, მაშინ ეს ორგანიზმისათვის არასწორი მიწოდებაა და სრულიად ფუჭი დატვირთვაა თირკმლისთვის. ამიტომ როგორი რაოდენობითაც არ უნდა მოიხმარდეთ ცილას, თუნდაც მინიმალური რაოდენობით, აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცილის ხარისხი, ანუ ყველა ამინომჟავა. ცხოველური წარმოშობის პროდუქტები ყველა ამინომჟავას შეიცავს, ხოლო მცენარეული წარმოშობის პროდუქტები ურთიერთშეხამება ჭირდებათ, მაგალითად ლობიო ხორბალთან ერთად მოხმარებული ან მაგალითად სიმინთან ერთად, აი როგორც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ მჭადისა და ლობიოს ურთიერთშეხამებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის კონკრეტული ვიტამინებისა და მინერალების როლი და ჩვენ უნდა გავიხსენოთ D3 ვიტამინი, რომელზედაც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე და დღეს ამ ვიტამინზე არ შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. უბრალოდ გეტყვით იმას, რაც შეიძლება თქვენთვის უჩვეულოდ ჟღერდეს. თირკმელი
ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, სადაც დ-ვიტამინის გარდაქმნის ერთი კონკრეტული ეტაპი მიმდინარეობს. და ასეთ შემთხვევაში თუ თირკმელს აქვს პრობლემა, დ-ვიტამინის ცვლაც დაირღვევა. შეფერხდება დ-ვიტამინის გარდაქმნა და ავტომატურად ეს აისახება დ-ვიტამინის და კალციუმის ცვლაზე. უფრო მეტიც აღწერილია შემთხვევები, როდესაც თირკმლის პრობლემების გამო განვითარდა ოსტეოპოროზი, გამოიფიტა ძვალი, გამოიფიტა კბილები, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ფარულად პრობლემა მიმდინარეობს თირკმელში. კალციუმის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ მისი ცხოველური წყარო, შეუცვლელი რძის ნაწარმი და მცენარეული წყარო და აგრეთვე რძის ნაწარმის გარდა ცხოველური წარმოშობის ისეთი წყარო, როგორც თუნდაც თევზეული გახლავთ ან ქათმის კვერცხი. კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ შემდეგი მინერალები, რომელთა შორის არის რასაკვირველია პირველ რიგში კალიუმი. თირკმელს, როდესაც უჭირს საკუთარი ფუნქციის შესრულება, უჭირს კალიუმის ცვლის რეგულირება და ასეთ შემთხვევაში ჭარბად დაგროვილმა კალიუმმა, ორგანიზმში დარჩენილმა კალიუმმა, სისხლში დაგროვილმა ჭარბმა კალიუმმა შეიძლება ძალიან დააზარალოს ჩვენი გული, მოგეხსენებათ, კალიუმი უზარმაზარ გავლენას ახდენს გულის ჯანმრთელობაზე, მისი ნაკლებობაც, მისი სიჭარბეც შეიძლება გულის გაჩერების მიზეზიც კი გახდეს. ამიტომ კალიუმის კონტროლი ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. ეს არის პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანებისათვის მინიშნება, რამდენად მრავალფეროვანია პროდუქტების არჩევანი, როდესაც ვლაპარაკობთ კალიუმთან მიმართებაში, კარტოფილიც, ბანანიც, გარგარიც არის მდიდარი კალიუმით. თუ თირკმლის პრობლემა, პირიქით ჩვენ გვჭირდება ღარიბი პროდუქტები, კალიუმით ღარიბი პროდუქტები, რომელთა რიცხვში სხვათა შორის ხდება კომბოსტოც, ნედლი კომბოსტოც, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ თუ შევადარებთ ნედლ ისპანახს და შევადარებთ თერმულად დამუშავებულს, შევადარებთ ნედლ კომბოსტოს და თერმულად დამუშავებულს, აღმოვაჩენთ, რომ ერთი და იგივე მასის პროდუქტში თერმულად დამუშავებულში იქნება მეტი კონცენტრაცია კალიუმის. ანუ ნედლი პროდუქტების მოხმარება უფრო ნაკლებად ზრდის კალიუმის მაჩვენებელს. ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვისაც თირკმელთან დაკავშირებით სჭირდება ყურადღების გამახვილება კალიუმზე, რადგან კონცენტრაცია თერმულად დამუშავებულ პროდუქტებში ყოველთვის უფრო მაღალია და ასეთ დროს მარტო პროდუქტის არჩევანი კი არ არის მნიშვნელოვანი. მარტო პროდუქტის რაოდენობას კი არ აქვს მნიშვნელობა. არამედ მნიშვნელოვანია როგორ არის ეს პროდუქტი თერმულად დამუშავებული. სხვათა შორის დაბალი შემცველობით გამოირჩევა მაგალითად ვაშლი კალიუმისა და განსაკუთრებით კენკროვანი პროდუქტები, აი მაგალითად ლურჯი მოცვი და მისი მონათესავე პროდუქტები. შემდეგი გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ნივთიერება, რომელზედაც ნაკლებად არის ინფორმირებული ფართო საზოგადოება, ეს გახლავთ ფოსფორი. არა და სადაც არის ცილა, ყველგან არის ფოსფორი. ამიტომ გამოდის, რომ თუ ჩვენ ცილის კონტროლი გვჭირდება, თუ ჩვენ სხვა მინერალების კონტროლი გვჭირდება, მაშინ როდესაც ვლაპარაკობთ თირკმლის ჯანმრთელობაზე, კალციუმისა და ფოსფორის თანაფარდობა უმნიშვნელოვანესია და თავად ცილოვან კომპონენტში ფოსფორის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ეხება როგორც ცხოველური წარმოშობის ცილოვან პროდუქტებს, ასევე ეხება მცენარეული წარმოშობის ცილოვან პროდუქტებს. მაგრამ გარდა აი ამ ყველასათვის ცნობილი პროდუქტებისა, რომელშიც ნამდვილად არის ფოსფორის მაღალი შემცველობა და თუ თქვენ გაქვთ პრობლემა თირკმელთან დაკავშირებით, ეს პროდუქტები აუცილებლად უნდა აკონტროლოთ, მიაქციეთ ყურადღება იმ ბანერს, რომელიც ახლა გაჩნდა ეკრანებზე. ამის შესახებ თქვენ არ ხართ ინფორმირებული, დარწმუნებული ვარ და ეს არის ფოსფორის ის წყაროები, რომელიც თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ. ეს გახლავთ მაგალითად ფოსფორით მდიდარი მუქი, როგორ ავხსნა ისე რომ სახელი არ დავათ, სახელო, მოდით გეტყვით. ეს არის უალკოჰოლო გაზიანი მუქი ფერის სასმელები, ფართოდ გამოყენებული, რომელთა შემადგენლობაშიც ფოსფორის შემცველობა არის ძალიან მაღალი. ეს გახლავთ სწრაფი კვების პროდუქტები, ეს გახლავთ გაყინული პროდუქტები, რომელიც მერე გასაცხადებლად, როგორც ნახევარფაბრიკატები, ისე გამოიყენება და რასაკვირველია, მე ვიცი, რომ მამაკაცებს ეს არ მოეწონებათ, მაგრამ ფოსფორის მაღალი შემცველობით გამოირჩევა ძეხვი, სოსისი, სხვადასხვა სახის შებოლილი ხორცი, ბეკონი და თქვენ წარმოიდგინეთ ლუდი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რასაკვირველია ყველასთვის, ვისაც
სჭირდებათ ამის გათვალისწინება და როდესაც თირკმლის ჯანმრთელობაზე საუბრობთ, არ დაგავიწყდეთ ნაწლავის მდგომარეობის მოწესრიგება, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობაზე, ნივთიერებების ურთიერთთანაფარდობაზე, ურთიერთშეხამებაზე, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თირკმლის ჯანმრთელობისათვის. მოკლედ, დღევანდელი თარიღი ეძღვნებოდა თირკმელს, დღევანდელი ჩვენი კვებითი შუქნიშანიც ამ თემას ეძღვნებოდა. მე გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.